დღეს მოგიყვებით და გაჩვენებთ თუ რისი ნახვა მოვახერხეთ 5 საათის მანძილზე ვენეციაში. ტური გათვლილია ისეთ ადამიანებზე, ვისაც მცირე დრო აქვთ ამ დიდებული ქალაქის მოსანახულებლად. დილით 9 საათზე შევიკრიბეთ სადგურში და 12 საათისთვის ფეხი დავდგით ვენეციის მიწაზე. სადგურიდან გამოსული ტურისტი ეგრევე ვენეციის ატმოსფეროს გრძნობს. ქალაქი ერთი დიდი ლაბირინთია, სადაც დაკარგვა არც ისე რთულია, ქუჩები ვიწრო და გრძელი, ყველაზე ვიწრო ქუჩა 53 სანტიმეტრია ვენეციაში და სხვათა შორის ყველგან არის მითითებული თუ საით უნდა წახვიდე იმისთვის რომ მოხვდე ქალაქის ცენტრში ჩვენ გეზი ავიღეთ რიალტოს ხიდისკენ. ის არის ვენეციის ყველაზე ცნობილი და ისტორიული ხიდი, არა მარტო არქიტექტურული შედევრია, არამედ ვენეციის ეკონომიკური და კულტურული სიძლიერის სიმბოლო. დღემდე ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტია, სადაც შუა საუკუნეებში მიმდინარეობდა ოქროთი, სანელებლებით და ქსოვილებით ვაჭრობა. ხიდზე განლაგებულია სხვადასხვა სახის მაღაზიები. 2017 წელს ცნობილი ბრენდის დიზელის დამფუძნებელმა ვენეციაზე შეყვარებულმა მილიარდერმა რენცო როსიმ გამოყო 5 მილიონი ევრო ხიდის რესტავრაციისთვის, რაც ნამდვილად აუცილებელი იყო, რადგან ხიდი ძალიან გადატვირთულია. რიალტოს ხიდიდან გეზი ავიღეთ პიაცა სან მარკოსკენ. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობა არის ვენეციის, რომელიც სახარების ერთ-ერთი ავტორის წმინდა მარკოზის სახელობის არის. მისი ნეშტი განისვენებს აი ამ ტაძარში. ამ და სხვა საინტერესო ამბებს ვენეციის შესახებ უყვები ჩემს ექსკურსიებზე, სადაც გეპატიჟებით მთელი სულით და გულით. დაჯავშნეთ ტური წინასწარ და ისე ამოვნეთ ამ დიდებული ქალაქის მონახულებით. ერთდღიანი ტურის ფარგლებში შანსი იმისა, რომ მოხვდეთ ტაძარში არის ცოტა, თუმცა შეუძლებელი ნამდვილად არ არის. უბრალოდ ამ ტურის ადამიანებმა, ანუ ტურისტებმა მოინდომეს გონდოლაზე გასეირნება, რომელიც მოითხოვს დაახლოებით 40 წუთს იმისთვის, რომ გრანდ კანალი დაათვალიეროთ და ამიტომ ორივეს ერთად ვერ მოვახერხებდით. ვიყავით არჩევანის წინაშე, ან გონდოლაზე უნდა გაგვესეირნა, ან ტაძარში უნდა შევსულიყავით, ამიტომ გოგვებმა არჩიეს გონდოლაზე გასეირნება და ესე ვთქვათ, რადგან ძალიან ბევრი ტურისტია, ტაძრის წინ დგას უზარმაზარი რიგი. სამრეკლოში არის ლიფტი და შეგვიძლია ვისარგებლოთ და ავიდეთ და ზემოდან გადმოვხედოთ ქალაქს, ჩვეულებრივი ხედები იშლება. სამრეკლოს სიმაღლე 98 მეტრია, საკმაოდ მაღალი. თქვენ ახლა კადრში ხედავთ დოჟების სასახლეს, რომელიც უერთდება ვენეციის ცნობილ ციხეს ამოსუნთქვის ხიდით. ამოსუნთქვის ხიდი, ესეთი სახელწოდება ამ ხიდს შეარქვა ჯორჯ ბაირონმა და ამ ხიდსაც ისევე როგორც ყველა კენჭს ვენეციაში აქვს თავისი ძალიან საინტერესო ისტორია, რომელსაც ისევ და ისევ მეორდები უყვები ჩემს ექსკურსიებზე. ესეც ზემოთ ხსენებული ამოსუნთქვის ხიდი. ლეგენდის თანახმად, თუ შეყვარებული წყვილი გაივლის ამ ხიდის ქვეშ და ერთმანეთს აკოცებს, საბუდამოდ ერთად დარჩება. როგორც ადრე გითხარით, ჯგუფის რამოდენიმე წევრმა მოინდომა გონდოლაზე გასეირნება. ფასი თუ გაინტერესებთ, მერყეობს 90-დან 240 ევროს ფარგლებში გასეირნებას გააჩნია. ჩვენებმა აირჩიეს 135 ევროიანი
გასეირნება და გონდოლაში მოთავსდა 5 ადამიანი და დრო დაჭირდა 40 წუთი იმისთვის, რომ დიდი არხი მოენახულებინათ. ბუნებრივია მომავალ ტურისტებს გაგიჩნდებათ კითხვა, თუ სად შეიძლება მივირთვათ ვენეციაში. აქვე გეტყვით, რომ ძეგლებთან და ღირსშესანიშნაობებთან ჩამოჯდომა და საკვების მირთმევა არის აკრძალული. ჯარიმა არის ამაზე სპეციალური, ასე რომ თუ სადმე ისეთ ადგილს იპოვით, სადაც რიგი არ არის, რაც ჩვენ გაგვიჭირდა, რადგან ცოტა დრო გქონდა. ამიტომ სადმე რესტორანში მირთმევა არ მოგვიხერხდა, რადგან როდესაც რესტორანში შედიხარ, სანამ შეუკვეთავ და სანამ მირთმევ საკმაოდ დრო იკარგება, ამიტომ თან წამოღებული საგზალი უფრო მოსახერხებელია ესეთ მოკლე მოგზაურობაში. ჩვენმა ტურისტებმა შეიძინეს სამახსოვრო სუვენირები და მიმართულება ავიღეთ სადგურისკენ. როგორც ვიცით, ვენეციაში არ არსებობს სახმელეთო ტრანსპორტი და აქ ავტობუსების მაგივრობას ასრულებენ ეგრეთ წოდებული ვაპორეტოები, ანუ ორთქმავლები, ანუ პატარა გემები, რომლებსაც გადაყავთ ხალხი სხვადასხვა მიმართულებით. ძალიან კარგი არჩევანია მათთვის, ვინც არ გაისეირნა გონდოლაზე, რადგან ამ ვაპორეტოდან, ამ გემიდან ძალიან ლამაზი ხედები იშლება ვენეციაზე. ვაპორეტოს დაახლოებით 1 საათი სჭირდება იმისთვის, რომ მიგვიყვანოს სანტა ლუჩიას რკინიგზის სადგურამდე, საიდანაც ბრუნდებით ტოსკანაში. ფიქრობ, დღევანდელი ვიდეო საინტერესო და სასარგებლო გამოვიდა. დაგვილაიქეთ ის და გამოიწერეთ ჩვენი არხი იმისთვის, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი ინფორმაციები მოგაწოდოთ იტალიის სხვადასხვა ქალაქებზე. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ვენეცია და აი ყოველთვის მქონდა განცდა იმის, რომ აუცილებლად ავისრულებდი ამ ყველაფერს და დღეს მართლაც ბედნიერი ვარ, მაგრამ ვიტყვი ერთს, რომ გაცილებით იმაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დღევანდელმა ტურმა, ვიდრე წარმოვიდგენდი. უმაგრესი დღე, უმაგრესი ორგანიზატორი დღევანდელი დღის ნატალია და უმაგრესი ჩვენი ჯგუფი ყველა, ვინც ვართ აქ. მადლობა ნატალიას და მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის.